მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო. სულ მალე ახალი 2026 წელი მოვა. მინდა რომ ყველას ულევი, ბედნიერება, ჯანმრთელობა ცხოვრებაში წინსვლა, ყველა მიზნის და სურვილის ასრულება გისურვოთ. ახლა კი მინდა რომ ჩემი უძვირფასესი მეგობრები, ადრიანე და ქეთა მოვიკითხო დიდი სიყვარულით. ჩემო პატარებო, მე მართლაც ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ორივეზე ძალიან ბევრი რამ გავიგე ჩემი ელფებისგან. ადრიანე, ვიცი რომ შენ, სპაიდერმენი, ძალიან ყვარებია მეგობარო და ასევე დინოზავრები. მინდა გითხრა ადრიანე, რომ ადამიანმა ობობამ შენთან დიდი მოკითხვა დამაბარა და მითხრა, რომ მართლაც შესანიშნავი, სუპერ ბიჭი ხარ და მას ძალიან ახარებს, რომ ასეთი კაცური კაცი ხარ. ჩემო ქეთა, შენზე ის ვიცი, რომ თურმე სტიჩი ძალიან გიყვარს. ხოდა რა თქმა უნდა, მე სტიჩთან მივედი და შენზე ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ძალიან ახარებს ის ამბავი, რომ შენ ქეთა სტიჩის დიდი გულშემატკივარი ყოფილხარ და გაუხარდება, თუ ერთხელ შეგხვდება და ერთად ბევრს ითამაშებთ. შენთან მექნება თხოვნა ქეთა, რომ უკვე დიდი გოგო ხარ და ამიტომ დროა პამპერს გადაეჩვიო. და შენი საქმეები ქოთანში ქნა ხოლმე, კარგი? ოდა სწორედ ამიტომ ქეთა, ისეთ საჩუქარს გამოგიგზავნი, რომელიც დაგეხმარება, რომ შენს ახალ სათამაშოს, პატარა ბაიას ასწავლო ქოთანში მოსაქმება. შემდეგ კი რა თქმა უნდა, შენს მას მიბაძო. ჩემო ადრიანე, შენთვისაც სპეციალური საჩუქარი მაქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგაბედნიერებს. ბავშვებო, ვიცი რომ ორივე ხანდახან უფროსებს აბრაზებთ ხოლმე და თქვენთან მექნება თხოვნა რომ ძალიან კარგად იქცეოდეთ. რადგან ასეთი კარგი ბავშვები ხართ, განსაკუთრებულ საჩუქრებს ორივეს აუცილებლად გამოგიგზავნით და მჯერა რომ ძალიან მოგეწონებათ. ახლა კი დამშვიდობების დრო მოვიდა. მართლა ძალიან გამიხარდა, რომ შევხვდით. ახლა კი გავიქცევი. კიდევ ძალიან ბევრი პატარა უნდა გავახარო და ბევრი გავაბედნიერო. აბა, ნახვამდის!